ეს არის ამბავი ქალაქზე, რომელსაც უკვე 400 წელია დაეპატრონა დრაკონი. ადამიანი ხარ, ინდივიდი ხარ რა და გაქვს უფლება რომ გამოხატო ის, რასაც გრძნობ, რასაც განიცდი, რასაც ხედავ. დადებითი პერსონაჟი არ არის მოკლედ ამ პიესაში. კარგი არავინ არ არის რა. ძალიან ბევრი ფაზა ქონდა ამ იმედს რა, ის იმედიც ცვალებადი გახდა რა, რაღაცნაირად გვიწევს რაღაცა იჯარის გადასახადი, რომელიც არაადეკვატური არის ამ ქალაქისთვისაც და იმ საქმიანობისთვისაც, რასაც ჩვენ ვეწევით, 40,000 ლარი გვაქვს გადასახდელი. და დღეს არ დგას ეს პრობლემა. დღეს უკვე სიტყვის თავისუფლების პრობლემა დგას. თეატრი მიგვაჩნია ორ ძალიან მნიშვნელოვან რამეთ რა. ერთი, რომ ეს არის სინთეზური ხელოვნება და ყველაფერს თავის თავში აერთიანებს, ანუ ვისაც ემღერება, ვისაც ემუსიკოსება, ვისაც ეხატინება, ვისაც ეთქმევინება, ვისაც ეცეკვება, ყველას შეუძლია, რომ თეატრის სცენაზე ეს ყველაფერი ერთად ნახოს, თან ერთად მიიღოს ეს ადრენალინი, რომელიც შეიძლება ამ ხელოვნებას ჰქონდეს. ჩვენ ყველა ეგეთები ვართ აქ შეკრებილი და ყველას გვინდა, რომ რაღაცა მოვახდინოთ სცენაზე. მეორე მთავარი მიზეზი, რატომაც გვინდა თეატრი, არის ის, რომ თეატრის სცენიდან შეიძლება ისმოდეს რაღაცა წკრიალა სუფთა კამკამა ხმა სიმართლის. როცა ხელოვნება და სიმართლე ერთიანდება და რაღაც კარგ ფორმას იღებს, ვფიქრობ, რომ აუდიტორიისთვის, მაყურებლისთვის ყველაზე მისაღები ფორმა ალბათ ეგ არის რა. აქედან გამომდინარე, ამიტომ მოგვინდა გაგვეკეთებინა თეატრი ახლაც და თეატრი პირველად წლების წინ და მთელ ამ გზაზე ჩვენი ყველა მოქმედება უფრო ცდა იყო. რომ გვეცადა გვეჩვენებინა ადამიანებისთვის ის სოციუმი, რომელშიც თვითონ იმყოფებიან, ის გარემო, რომელშიც ცხოვრობენ და რაღაცა სარკის ეფექტი ყოფილიყო რა, იმიტომ რომ ხანდახან გვიჭირს ადამიანებს დავინახოთ ჩვენი თავი ისეთები, როგორებიც ვართ სინამდვილეში და ამას თუ რაღაცა ჯადოსნური სარკით ვიღაცა გაგვიადვილებს ჩვენი თავის დანახვას, შეიძლება უკეთესებიც გავხდეთ. მნიშვნელოვანია ზუსტად ამ დროში აი ახლა გაგვეკეთებინა სპექტაკლი, რომელიც ისაუბრებდა დღევანდელობაზე, დღევანდელ ყოფიერებაზე, რა მდგომარეობაშიც ახლა ვიმყოფებით. ეს სპექტაკლი ზუსტად იმას ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ ყველა ეპოქაში ადამიანები, ვინც შეეცდებიან შენს დამონებას, აუცილებლად უნდა იბრძოლო ამისთვის და არ უნდა შეეგუო, არ უნდა დათმო საკუთარი თავისუფლება, საკუთარი დამოუკიდებლობა და ადამიანი ხარ, ინდივიდი ხარ რა და ერთადერთი ხარ ამ სამყაროში შენ პიროვნება, რომელიც გაჩნდი და გაქვს უფლება რომ გამოხატო ის, რასაც გრძნობ, რასაც განიცდი, რასაც ხედავ და არ შეიძლება ამას ძალით ვიღაცად რგუნავდეს და ებრძოდეს. გუშინ იყო სპექტაკლი დრაკონი. ეს არის ევგენ შვარცის პიესა, რომელიც არის ესეთი სათაური აქვს პოლიტიკური ზღაპარი. ეს არის ამბავი ქალაქზე, რომელსაც უკვე 400 წელია დაეპატრონა დრაკონი და მთელი სიმძიმე ამბის არის ის, რომ ამ ქალაქის მაცხოვრებლები ვერ ხვდებიან, რომ მონურყოფაში იმყოფებიან და მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ პიესას როცა ვარჩევდით, პერსონაჟების განხილვისას დადებითი პერსონაჟი არ არის მოკლედ ამ პიესაში. კარგი არავინ არ არის რა. შესაბამისად, მიზანი, რატომ დავდგით ეს პიესა და რატომ გადავწყვიტეთ ამის ჩვენება, იყო ის, რომ ადამიანები დაფიქრდნენ იმაზე, სად ცხოვრობენ, ადამიანი ყოველდღე ფიქრობდნენ, დღესაც, ხვალაც, ადრეც ნეტა ეფიქრათ, იმაზე თუ რა ყოფაში იმყოფებიან, ვინ არიან ისინი და შემთხვევით რამეს დრაკონი ხო არ დაეპატრონა სადმე. ცალკე განხილვის საგანია, როგორ ცვლიან დრაკონები ერთმანეთს
და პრინციპში როგორ არაფერი არ იცვლება მათი ცვლილებით. აქედან გამომდინარე კი ზუსტად ეგ არის, რომ გვინდა ვაჩვენოთ ის გარემო, რომელშიც გგონია, რომ ვართ. ამის კეთება გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა ჩვენთვის თავისუფალი სიტყვის და თავისუფალი აზრის გამოხატვა. და იმ ფორმით რა ფორმაშიც ვართ ჩვენ მსახიობები, რეჟისორები, დამოუკიდებელი არტისტები, ეს არ არის მხოლოდ თეატრი, ეს არის სივრცე ადამიანებისთვის, ვისაც უნდა რომ თავისუფალი აზრი გამოხატოს ხელოვნებით, ხელოვნებაში, თქვას დამოუკიდებელი სიტყვა და არ იყოს მოქცეული არავის გავლენის ქვეშ. მით უფრო იმ დროში, რამ მძიმე დროშიც გვიწევს ახლა ყოფნა, როცა ყველანაირ დამოუკიდებელ აზროვნებას ებრძვიან და ახშობენ, რაღაცნაირად რგუნავენ, გაჩნდა საჭიროება სივრცის, სადაც ამ ყველაფერზე ილაპარაკებდნენ. ალბათ ეს გახდა საწყისი იმისა, რომ დღეს ჩვენ დავარსეთ, გავხსენით თეატრი და ესეც პირობითობა თეატრი, ეს არის სივრცე აბსოლუტურად ყველასთვის. ვარსებობთ იმითი, რომ ერთის მხრივ მიბმული ვართ პირდაპირ გაყიდულ ბილეთებზე, მეორეს მხრივ შენობაში ჩვენთან ჩვენივე სახელოვნებო სკოლა გვაქვს და ბოლო 4 წლის განმავლობაში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსთავში შევქმნით საერთოდ ახალი გაგება სახელოვნებო სკოლის და ბევრი მოსწავლე გვყავს და ფაქტიურად ეს გვაძლევს შესაძლებლობას გქონდეს ჩვენი რაღაცა სტაბილური ეკონომიკა, რომლითაც უზრუნველყოფთ თეატრის არსებობას. თუმცა საკმარისი ნამდვილად არ არის, მაგალითად ეხლა ყველაზე კრიტიკული სიტუაცია გვაქვს ორი მიმართულებით. ერთი მიმართულება ეს არის, რომ ამ ხელა სივრცეს გათბობა ჭირდება და ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით ამას როგორ გავაკეთებთ, მაგრამ აუცილებლად გავაკეთებთ და მეორე კრიტიკული სიტუაცია გვაქვს, რომ აი 25 ნოემბერს გვიწევს რაღაცა იჯარის გადასახადი, რომელიც არაადეკვატური არის ამ ქალაქისთვისაც და იმ საქმიანობისთვისაც, რასაც ჩვენ ვეწევით, 40,000 ლარი გვაქვს გადასახდელი. არც ეს არ ვიცით, როგორ უნდა გადავიხადოთ. ჩვენ ისედაც მსახიობები იმდენად შეყვარებულები ვართ ჩვენ საქმეზე, რომ იშვიათად რომ მსახიობმა დაიწუწუნოს ასე რაღაც მატერიალი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის დგას ამის საჭიროება და პრობლემა იმისა, რომ რაღაც ძალიან მცირე ანაზღაურებით ვაკეთებთ და ვახერხებთ ამ საქმეს, შეიძლება ითქვას მეტწილად ენთუზიაზმის ხარჯზე. თუმცა დღეს არ დგას ეს პრობლემა. Prostorად იმდენად უფრო მძიმე პრობლემა დგას, რომ ეს გადაფარა. ეს მატერიალური პრობლემა გადაფარა. დღეს უკვე სიტყვის თავისუფლების პრობლემა დგას. დღეს უკვე გამოხატულების პრობლემა დგას. აბსოლუტურად ყველა სახელოვნებო სივრცე, რომელიც სახელმწიფოზეა დამოკიდებული, პირდაპირ ხელში აქვს ჩაგდებული სისტემას. და პირდაპირ ებრძვის გამოხატვის თავისუფლებას. ყველა სახელოვნებო სივრცეში, არა მხოლოდ სამსახიობო სფეროში, ყველგან აბსოლუტურად, სადაც კი ხელოვანი ცდილობს, რომ თავისი აზრი გამოხატოს, თავისუფლად და დამოუკიდებლად, ყველაფერს ებრძვიან. როცა აქაურობას ვქმნიდით, არ ვლაპარაკობდით და არ ვსაუბრობდით მხოლოდ თეატრზე. და აქაურობას განვიხილავდით, როგორც აი ესეთი თავისუფლების სივრცეს, სადაც სიკეთე იქნება არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ეს სიკეთე უნდა იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერისთვის საერთოდ და ესეთი მარტივი მისია გვაქვს რა, ესეთი ჩანაწერი არის, რომ თუ ადამიანი შემოდის ჩვენთან სივრცეში და კითხულობს შეიძლება თუ არა რომ, მოდი გავაწყვეტინოთ და უთხრათ რომ შეიძლება. და ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ აქაურობა იყოს ყველა რუსთაველისთვის და არა მხოლოდ ხელოვანისთვის და არა მხოლოდ ხელმისაწვდომი და ყველას ვისაც აქვს სურვილი, რომ თავის იდეას, თავის შემოქმედებით რაღაცა მისწრაფებებს, ფრთები შეასხას, მზად ვართ, რომ
ვითანამშრომლოთ და კოლაბორაცია კი არა, აი უბრალოდ სცენის მემანქანეები ვიყოთ მათთვის, გამნათებლები ვიყოთ, დეკორატორები ვიყოთ, ბუტაფორისტები ვიყოთ, რაღაც მუსიკალური ინჟინრები ვიყოთ, ყველაფერი შეგვიძლია ვიყოთ მათთვის და ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ მათთვის. ასეთი დღე გვექნება 15 ნოემბერს მუსიკალური აქცენტები იქნება რუსთავში, სადაც სცენა დაეთმობა ძალიან კულტურულ როკს და ადამიანები, ვინც პირველად ჩვენთან მოვიდნენ და გამოთქვეს სურვილი, რომ ამ მიმართულებით რამე გვეკეთებინა, ჩვენ ერთად შევთანხმდით იმაზე, რომ თვეში ერთხელ თეატრ ბრავოში იქნება როკის დღე. ასე რომ, როცა იკითხავთ შეიძლება თუ არა, რომ იცოდეთ, რომ შეიძლება. როცა აქაურობაზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში ვლაპარაკობთ ძალიან დიდ ოჯახზე, რომელშიც არიან აი პატარებიდან 5 წლიდან დაწყებული, რომლებიც ჩვენი თეატრალური სტუდიის მოსწავლეები არიან, დამთავრებული, არ ვიცი, მე მგონი უსაზღროთ შეგვიძლია გავაგრძელოთ. ასაკი ადამიანების ძალიან დიდი ჯგუფი, რომლებიც ყოველდღე მზად არიან იყვნენ ალტრუისტები. და პირადი საჭიროებები გვერდზე გადადონ და გააკეთონ აქაურობისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის აქაურობა. და საკუთარი თავიდან გამომდინარე აქაურობის შექმნით სხვებისთვის შექმნან კიდევ სიკეთე. ამიტომ ეს ოჯახი დინამიურია, ცვლადია, მაგრამ მზრდადი. ძალიან ბევრი ფაზა ქონდა ამ იმედს რა, ის იმედიც ცვალებადი გახდა რა, რაღაცნაირად პირველი კვირის მერე რაღაცა სხვა იმედი გქონდა, ერთი თვის მერე სხვა იმედი გქონდა, მერე 6 თვის მერე უკვე ანუ რაღაც დაეყრდნო, აღარ იცი ადამიანმა, მაგრამ იმედი მაინც ძალიან დიდია, რომ ჩვენ ამ ყველაფერს შევძლებთ. ზუსტად ასეთი სივრცეების გაჩენით ალტერნატიული თავისუფალი აზრის მქონე ადამიანებისთვის ალტერნატიული სივრცეების გაჩენით, აი ამ კერების გაღვივებით იმედიც ღვივდება აუცილებლად მოვიგებთ ჩვენ ამ ბრძოლას, სხვა შანსი არ გაგვაჩნია უბრალოდ რა. სხვა მომავალი არ ექნება საქართველოს, გამორიცხულია რა, იმიტომ რომ მე ყველაზე მეტად ამის მჯერა, რომ არ არსებობს რაიმე ძალამ ქართველი გატეხოს და ქართველი რაღაცნაირად დაამონოს რა. შეიძლება გრძელვადიანი ბრძოლა აღმოჩნდეს და სამწუხაროდ ძალიან გრძელვადიანი აღმოჩნდა, რასაც არავინ არ ველოდით, მაგრამ სადღაც აუცილებლად განათდება რა, აუცილებლად და მგონია რომ მაშინ, როდესაც ამას მივაღწევთ და ამ მარწუხებისგან დავიხსნით თავს, აი მაშინ რაღაცნაირად ძალიან დიდი ამოფრქვევა ელოდება ჩვენს ქვეყანას სიკეთის მხრივ. ამის იმედი მაქვს, რომ აი სადღაც ისე იფეთქებს ეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რომ ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდება რა.